ყოფილხარ ისე, რომ გაიღვიძე და ადგომა არ გინდა. ან სამსახურში ხარ წასასვლელი და აი არ გინდა. ძალიან არ გინდა. ეს შეიძლება რაღაც ვალდებულებებია ზოგჯერ, მაგრამ სადღაც დაგპატიჟეს და შენი სამეგობროა. წესით უნდა მიგიხაროდეს იქ მისვლა, მაგრამ აი არ გინდა, არ ყოფნის ძალა, არ ყოფნის ეს რაღაც შინაგანი ემოცია, არ გინდა. ამას შეიძლება ბევრი სხვადასხვა ტიპის მიზეზი ქონდეს და რა თქმა უნდა არ ვეხებით ღრმა დეპრესიას და მსგავსი ტიპის თემებს. აი ყოველდღიურობაში რომ გვინდა რაღაც მეტი, ცხოვრების რაღაც ეტაპზე მეტი ემოცია, მეტი რწმენა, ენთუზიაზმი, мотивация, რომ რაღაც საქმეები ვაკეთოთ. თუ ერთხელ მაინც ყოფილხარ, ან შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ყოფილა ასე, მაშინ დაგაინტერესებს ეს ვიდეო. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებ და გაგიზიარებ, რომელიც ჩვენთვის შეიძლება მართლა მნიშვნელოვანი იყოს. შეიძლება ყოველდღიურობა ისე გრძელდება, რომ არც კი გეტყობა. აი ხო, არის ერთი ვარიანტი, რომ ავდექი და რა ვიცი, ვერ ვდგები, არ მინდა გავჩერდი. აღარ მომყვება უკვე ჩემი სხეული და მივენდე რაღაც ჩემს განწყობას, რომ ხო, ვალდებულების გამო არ წავალ იქ. და უკვე მეტყობა და სხვებიც მატყობენ აი ამ ყველაფერს, მემჩნევა. მეორე შემთხვევაში თითქოს ისე გრძელდება, რომ სხვები ამას ვერ ამჩნევენ, შენი ყოველდღიურობა გრძელდება და მხოლოდ შენ გრძნობ, რაც უდად ხარ სინამდვილეში, როგორ ძალით აკეთებ სინამდვილეში ყველაფერს, იმიტომ რომ უნდა გააკეთო. რომელი უფრო რთულია? არ ვიცი. ვისაც რა გადაგხვდენია, ის გონია ყოველთვის უფრო რთული, რა თქმა უნდა. რომ ფიზიკურად აღარ შემიძლია და გავჩერდი, თუ სხვა გზა არ არის და მაინც ვაკეთებ. შენ როგორ სიტუაციაში ყოფილხარ, თან დაფიქრდი. შენი რომელია? მე ჩემსაც გაგიზიარებ აუცილებლად, ჩემს გამოცდილებას. ჩვენ გვჭირდება რაღაც мотивация. რაღაც რაც გვავსებს და რის გამოც ვმოქმედებთ. შეიძლება პირდაპირ საერთოდ არ უკავშირდებოდეს რაღაც იმ კონკრეტულს, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ აი ეს რაღაც დიადი мотивация, რისთვისაც აი გონია, რომ არსებობ და რისთვისაც დაიბადე. ამას რომ იპოვი, მე შეიძლება სულაც არ გინდოდეს სამსახურში წასვლა, მაგრამ არ უშავს წახვალ. ან სადღაც უნდა წახვიდე და ხო, არც ისეთი რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითქოს შენთვის, რომ ამდენი ნეგატივი მოჰქონდეს. იმიტომ რომ ეს რაღაც ენერგიის წყარო ნაპოვნი გაქვს. იცი შენი რა არის და შენთვის რა არის. თავარია იცოდე შენი რა არის. თავარია იპოვო შენთვის რაღაც მნიშვნელოვანი. შეიძლება რაღაც კვირის გეგმა გაქვს, რაღაც დაგეგმე, რაც აი წლის ბოლომდე გინდა რომ გამოიყვანო. მაგრამ მეორე არის რომ აი ესეთი გეგმების გარდა აი გეგმები, რასაც გეგმებს ვეძახით, რაღაც მიზნები. ამის გარდა რაღაცის გწამდეს, რომ ხო, აი ამისთვის ღირს. შენთვის რა შეიძლება იყოს აი ესეთი როგორი ტიპის ადამიანი ხარ, რა გამოტივირებს, რა არის შენთვის мотивация, რა გაძლევს мотивациას, რომ აი ენთები და დიდხანს ხარ მერე ანთებული. რა თქმა უნდა, ემოციურად სულ ამ უმაღლეს წერტილში ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს რაღაც სულ თან დაგვყვება დიდი დროის განმავლობაში. დიდხანს, შენთვის დიდხანს, ჩემთვის დიდხანს. თავარია იპოვო. რომ ვკითხავ საკუთარ თავს, ნეტა ჩემთვის რა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მამოტივირებს, რის გამოც ღირს, რომ ვაკეთო ეს ყოველდღე, ვაკეთო კიდევ ბევრი სხვა რაღაც.
რაც ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ მიიღირს რო ვაკეთო. იმიტომ რომ იმ თავარს ან უკავშირდება, იმ თავარს შეიძლება რაღაცნაირად ემსახურება. ან შეიძლება პირდაპირი კავშირი არც არის, მაგრამ ის ისეთი მნიშვნელოვანია, რომ აი მიიღირს. ღირს, ნამდვილად ღირს. თავარია იპოვოს სწორი. მე მეგონა რომ ძალიან სწორად წლების წინ რაღაც мотиваციები მქონდა. მე მივხვდი რა თქმა უნდა რომ ეს იყო რაღაც კონკრეტული მიზნები, კონკრეტული გეგმები და თურმე რაღაც ეს ძალიან დიდ ფაქტად ვაქციე ისეთი რაღაც რის გამოც როცა ეს შესრულდა გავშეშდი. არავის არ გაუგია, ამ შემთხვევაში ესე იგი მე მეორე ტიპაშს მივეკუთვნები. ირგვლივ არავის არ გაუგია, ეს იყო უდიდესი დისკომფორტი, უენერგიობა, აი რაღაცნაირად რომ გაშეშდი, გაქვავდი, ვერ გრძნობ. შეიძლება ყოფილხარ ეგრე. და რატომ? რაღაც ფაქტი, იმდენად დიდი მნიშვნელობის რაღაც ამბად მქონდა ჩათვლილი, რაღაც ძალიან მიწიერი, რთულად მისაღწევი, მაგრამ აი ესეთი რომ კარგად თუ დაგეგმავ, ყოჩაღად თუ დაგეგმავ, კი, მაგრამ ეს არ არის მთელი ცხოვრების რაღაც მამოძრავებელი. მე მეგონა რომ თურმე, ესე იგი ეს იმდენად ჩემ ფსიქიკას რაღაც დიდ და მნიშვნელოვან ფაქტად ქონდა აღქმული, აი რა სინამდვილეში, რომ მე რომ ზუსტად ისეთ სახლს, ბინას ვიყიდი, როგორიც მინდა და წარმომიდგენია, რომ ეს არის რაღაც ძალიან რაღაც საოცრება. თურმე ესე მქონდა წარმოდგენილი. და ეს მეგონა რომ იყო ძალიან რთული ჩემთვის რაღაცა დროის დიდ პერსპექტივაში გაწერილი და აღმოჩნდა რომ საკმაოდ პატარა ასაკში რაღაც 26 წლის ალბათ დაახლოებით რომ ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა. ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც წარმომედგინა. და თურმე ეს რა თქმა უნდა რთულია, რა თქმა უნდა დიდი შრომა, ყველაფერი გეგმები, რაღაც დასახვა მიზნების, მაგრამ ეს ხო რაღაც კონკრეტული ფაქტია, რომელსაც უნდა გეგმა, მიზანი, შესრულება, რაღაც ნაბიჯ მიყოლა და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა ძალიან გახარებს, მაგრამ თურმე ეს იმხელ რაღაცა დიდ ფაქტად, რაღაც ჩემი ცხოვრების რაღაც მიზნად ვაქციე ისე რომ ვერც გავიაზრე, რომ მოვაწერე კონტრაქტს ხელი და გავშეშდი. იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ვერ გავიგე რა მოხდა, იმიტომ რომ მე უნდა ყოფილიყავი ძალიან გახარებული, რომ ხო ელოდებოდი და ის მოხდა რაც შენ გინდა და დატკბი ახლა. თურმე იმხელა რაღაც მიზნად ვაქციე და ისე შორს ველოდებოდი და იმდენ რაღაცას ვაკეთებდი ამისთვის, თურმე გააზრებულად და გაუაზრებლად, რომ როცა ეს მოხდა, მე გავშეშდი. ესე იგი, ჩემი ცხოვრების რაღაც მიზანი, რაღაც ერთ-ერთი საკითხი, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმხელა მიზნად და რაღაცა ცხოვრების მამოტივირებლად აღვიქვი თურმე, რომ მოხდა და მე არ ვიცოდი 26 წლის ასაკში, ახლა რა ვაკეთო თქო? ახლა რომ გადავხედავ ამ გადმოსახედიდან, ხო, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. ვაკეთებდი ყველაფერს იგივენაირად, ჩემი ყოველდღიურობა, ურთიერთობები, არავის არაფერი გაუგია, რაც კიდე არ თულებდა ჩემ სიტუაციას და უბრალოდ არ ვიცოდი რა იყო ცხოვრების мотиваცია. ანუ რისთვისაც ვარსებობ, რისკენაც მივილტვი, მივისწრაფი, თურმე ეს არ მქონდა. და იმდენად არ მქონდა, რომ ამის შემდეგ რაც დავისახე, წინა ვიდეოები თუ ნანახი გაქვს, იქ მოусმენდი, რომ
დღეს რომ ჩემთვის მხატვრული ლიტერატურა, კითხვა, წიგნები სიამოვნების წყაროა და ჩემთვის არის რაღაც ცხოვრების ერთი რაღაც ნაწილი, ყოველდღიურობის, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, მაშინ ეს ყველაფერი იყო რაღაც თავშესაფარი და რაღაც გასაქცევი, დასამალი. და ის ზუსტად ეგ პერიოდია და მოდი რა გავაკეთო და სახლის მერე დაიწყო მოდი მხატვრული ლიტერატურა. უნდა წავიკითხო, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე და გავეცნო, რაც შეიძლება მეც, ანუ დროში გავწელე სინამდვილეში. სინამდვილეში რაღაც უფრო იგივენაირი, ლოგიკა იგივეა, მაგრამ რაღაცა მიზანია, რაღაც გეგმა არის. განა სიამოვნებას იღებ, განა გამოტივირებს, ენთუზიაზმს გაძლევს. არა, გეგმა არის, მიყვები, უბრალოდ უფრო გრძელვადიანი ავიღე. სინამდვილეში ძალიან დიდხნიანი. ჯერ მარტო ქართულ ენაზე რაც არის დაწერილი, რაც არის ნათარგმნი, იმის ბოლოში როდის გავხვალ და მე რა ვიცი, დედანში კითხვა შეგიძლია მოინდომო. ანუ დიდხნიანი ამბავია. ნუ ახლა გააზრებული რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კოუჩინგის, დიდ კოუჩინგის წყალობით და ასე შემდეგ. და გადავერთი შემდეგ ამაზე. უბრალოდ მანა სანამ ეს ყველაფერი დასრულდებოდა, მანამდე გავიაზრე, რაც გასააზრებელი იყო. შენ რა გაქვს ისეთი, რაც თვლი რომ აი ამისთვის ღირს, იფიქრე, იპოვი. მე ვიპოვე და ჩემი ამჟამინდელი ყოველდღიურობა და გრძელვადიანი, რაც მე მამოტივირებს და ვთვლი რომ აი ამისთვის ღირს ძალიან ბევრი რაღაცის კეთება და ამ რაღაცას უკავშირდება ძალიან ბევრი, არათუ ბევრი, ახლა წამს დამჯერა ამ წუთას რომ ყველაფერი ის რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, რომ თითქოს ძალიან მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან რთული. მე მინდა ვიყო ბედნიერი. მე მინდა ვიგრძნო, რომ ვარ ბედნიერი. ყოველდღე. აი ასე. ყოველდღე დღეს ვეგრძნო, უნდა ვიგრძნო. და ამისთვის ბევრი რაღაც შევიმუშავე. კარგად შევისწავლე საკუთარი თავი. მე რა მაბედნიერებს, რომ ხო, თურმე ჩემი რაღაც ცხოვრების мотиваციად ვაქციე, რომ მე მინდა ვიგრძნო, ემოციის განცდის დონეზე ვიგრძნო, რომ ვარ ბედნიერი ადამიანი. ბედნიერი ვარ. აი ეს რომ ვიგრძნო სულ. და ამის მერე ვიპოვე და ჩაუღრმავდი, რომ რა მაბედნიერებს, რა სჭირდება ამ ბედნიერებას. და ძალიან ბევრი რაღაც სჭირდება. ყოველდღიური ამბები სჭირდება. ყოველ დღეს, ყოველ წამს, მუდმივად, სულ. და ვიცი ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, რას და რატომ ემსახურება და მავსებს. რა თქმა უნდა, ყოველ წუთს ვერ იქნები ესე რაღაც ძალიან ემოციებში, მაგრამ როცა იცი რომ ეს შენია და გახსენდება განთებს. შენ გაქვს აუცილებლად რაღაც, რაც შენია. შენ გამოტივირებს, შენ გაძლევს აი ცხოვრების мотиваციას. დაფიქრდი, ვკითხე საკუთარ თავს, რა არის ის, რასაც ყოველდღე აკეთებ და გამოტივირებს. რა არის ის, რაც ყოველდღე რომ აკეთებ, ისეთ რაღაცას ემსახურება, ისეთ რაღაცას უკავშირდება, რაც გამოტივირებს, мотиваციას გაძლევს, ენთუზიაზმს გაძლევს, აი გავსებს, ემოციებით გავსებს, დადებითი ემოციებით, რომ იმოქმედო, ნაბიჯი გადადგა. ისუნთქო, იცოცხლო, იგრძნო ეს ყველაფერი. კითხე და ეძებე. შენს ყოველდღიურობაში თუ ახლა ვერ იპოვე და რაღაცებს თურმე სულ ვალდებულებებით აკეთებ, ან ინერციით აკეთებ, ან რა ვიცი, სულ ასე აკეთებდი და ახლაც ასე აკეთებ. არის ის, რასაც რაღაცისკენ მიყავ ხარ, რაღაც მნიშვნელოვანისკენ მიყავ ხარ, რაც შენთვის ძვირფასია. რაღაც ცხოვრების არსია შენთვის. ამ ეტაპზე რაღაც შეიძლება იყოს. შენი ცხოვრების სხვა ეტაპზე რაღაც სხვა შეიძლება იყოს. მაგრამ თავარია იპოვო, რომ ახლა რისთვისაც ცოცხლობ, რისთვისაც ფუნქციონირებ, რისთვისაც რა ვიცი, დილით მაღაზიაში გახვედი, რომ პური გეყიდა. ყველაფერი
ძალიან მნიშვნელოვანი თუ ძალიან წვრილმანი? არის ის, რაც რაღაცას ემსახურება? რაღაცის გამო სიხარულით აკეთებ? ან რა ვიცი, მინიმუმ არ გაწუხებს და ჩვეულებრივ ამბად გაქვს ჩათვლილი რაღაც ყოველდღიურობები, მაგრამ რაღაცები ძალიან გავსებს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანს უკავშირდება. იპოვე შენი ცხოვრების мотиваცია. შენშია, შენიცი. კითხე, ყოველდღიურობაში ჩაეძიე საკუთარ თავს. რა არის, რასაც აკეთებ და გახარებს? რა არის ის, რასაც აკეთებ, რაც გსიამოვნებს და უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვანს? რაც გრძელვადიანია, დიდხნიანია, გავსებს, ემოციით გავსებს და გრძნობ, რომ კი ეს არის. ამისთვის ღირდა. ამისთვის ღირდა ის ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ. უბრალოდ რომ ვარსებობ, ხო, ამისთვის ღირს ნამდვილად. იპოვე, თუ ჯერ არ გიპოვია. კითხე საკუთარ თავს. გაიცანი, თუ ჯერ არ გიპოვია, უბრალოდ კარგად არ იცნობ შენი ცხოვრების ამ ეტაპზე. გასაცნობი გყავს. გაიცანი. შენთვის ყველაზე ძვირფას გაიცნობ საკუთარ თავს რომ გაიცნობ. და შეგეტყობა. შენ ხომ მიგრძნობ? სხვისი თვალითაც ძალიან შეგეტყობა. იმიტომ რომ ამ დროს ასხივებ რაღაცას, ბედნიერებას, სიმშვიდეს, სიხარულს, რაღაცას, შენ რაც გაქვს ნაპოვნი, იმას ასხივებ. ასე რომ, როცა ამ ვიდეოს ყურებას დაასრულებ, იპოვე დრო, რომ გაიცნო საკუთარი თავი, იპოვო ყოველდღიურობაში რას აკეთებ ისეც, რაც ემსახურება შენთვის ძალიან დიდ, ძალიან მნიშვნელოვანს, შენ რასაც შეგიძლია რომ დარქვე, შენი ცხოვრების мотиваცია, რაც გიბიძგებს ყველაფრისკენ, რასაც აკეთებ. რას გინდა რომ აკეთებდე? შეიძლება ახლა არ გაქვს ეგ რეალობა, მაგრამ რას გინდა რომ აკეთებდე, რაც უკავშირდება. იმიტომ რომ ის პატარ-პატარა რაღაცები, რაც შენ გახარებს, ან ძალიან მნიშვნელოვანი, რაც შენ სიამოვნებას განიჭებს და როცა გრძნობ, რომ შენ ხარ, როცა გრძნობ, რაღაცას უკავშირდება. და ამ დროს ნაპოვნი გაქვს შენი ცხოვრების მთავარი мотиваცია. იფიქრე, ესაუბრე, გაიცანი შენი თავი და იპოვე. თუ ნაპოვნი გაქვს, გააძლიერე. იზრუნე, დიდი შრომა სჭირდება, ყოველდღიური შრომა სჭირდება, მუდმივად გახსოვდეს რა არის და მუდმივად იშრომე, რომ ეს ყოველთვის გქონდეს შეინარჩუნო, განავითარო და გააძლიერო. იმედია საინტერესო იყო ეს ვიდეო და გამოყოფ დროს, აჩუქებს საკუთარ თავს ამ დროს, გაიცნობ საკუთარ თავს და იპოვი იმას, რაც საპოვნელი გაქვს, შენი ცხოვრების მთავარი мотиваცია. მადლობა მოსმენისთვის, მადლობა ყურებისთვის. მადლობა.